ჩვენი ემოციები ჩვენი ფიქრებით იმართება. ბიბლიაში უამრავი მაგალითია, რომლებიც გვასწავლის თუ როგორ ვმართოთ ჩვენი ფიქრები. ვატყოვებთ ყოველგვარ აზრს ქრისტესთვის დასამორჩილებლად. ბიბლია ხშირად გვესაუბრება იმაზე, რომ ჩვენი თავი ღვთის ნებას უნდა დავუმორჩილოთ. თუ გსურთ, რომ ადვილად მართოთ ემოციები, მაშინ მიჰყევით ქვემოთ მოცემულ 5 მარტივ ხერხს. პირველი. გადაწყვიტე, ვინ არის პასუხისმგებელი შენს ემოციებზე. როგორც ქრისტიანებს, საჭიროა გვესმოდეს, რომ ბრაზი, შიში, დანაშაული და სხვა უარყოფითი გრძნობები კაცობრიობისთვის საერთო ფენომენია. თუმცა აუცილებელია ვიცოდეთ, ვინ აგებს პასუხს ჩვენს ემოციებზე. შენი ემოციები შენი არჩევანია. თავად შეგიძლია გადაწყვიტო, როგორი ემოციები გექნება. თუ რაიმე არ მოგეწონება, მისი შეცვლაც შენს ძალებში შედის. შესაბამისად, პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ შეძლოთ ემოციების მართვა, ეს არის აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ ემოციებზე. მეორე. ხმამაღლა აღიარე, ვინ არის შენს ემოციებზე პასუხისმგებელი. თუ გიჭირს ემოციებთან გამკლავება, განაცხადე, ვინ არის შენს ემოციებზე პასუხისმგებელი. აუცილებელია, რომ ხმამაღლა განაცხადო, ღმერთო, მე გირჩევ დღეს, რომ მართო ჩემი გრძნობები და ემოციები და დამეხმარო ამის შეძლებაში. რა თქმა უნდა, არავისი ბრალი არაა ის, რომ მე ამ მდგომარეობაში ვარ. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა. ბიბლია ამბობს, ყოველივე რაც ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია, რაც მართალია, რაც უმანკოა, რაც საყვარელია, რაც სასახელოა, ყოველივე რაც მოსაწონი და სანაქებოა, იმაზე იფიქრეთ. მესამე. შეიმუშავე გეგმა. თუ ხშირად გაქვს ემოციური გამოწვევები და ხშირად ვერ უმკლავდები მათ, დაისახე გეგმა. მეოთხე. მოაწესრიგე ემოციები. ჩვენი ემოციების უწესრიგობა შესაძლოა უამრავმა მიზეზმა გამოიწვიოს. უმართავი ემოციები იწყება ემოციური ჭაობიდან. ემოციების ჩახშობისას ემოციური ჭაობი იწყებს ზემოთ ამოსვლას და საბოლოოდ ამოფრქვევას. თუ შენ იკლავ შენს ემოციებს შინაგანში, ფრთხილად უნდა იყო, რომ გაუმკლავდე მათ, რათა უკონტროლო არ გახდეს. მეხუთე. იმუშავე საკუთარ თავზე. გააკეთე რაიმე. კითხე შენს თავს, რის გაკეთებას შევძლებდი მომდევნო 30 დღის განმავლობაში ჩემს ემოციურ ცხოვრებაში. ეს უდიდეს ცვლილებას მოიტანდა ჩემს ურთიერთობაში, ქორწინებაში თუ ჯანმრთელობის მხრივ. უამრავი ზრდასრული იტანჯება ემოციების უკონტროლობისგან, რადგან ჩვენ გავიზარდეთ ისეთ ოჯახებში, სადაც არ გვისწავლია, როგორ გვემართა ემოციები. ხშირად ასეთ შემთხვევაში შევდიოდით ჩვენს ოთახებში, ან უბრალოდ ვცდილობდით რაიმეზე გადაგვეტანა ჩვენი ყურადღება. ღვთის განზრახვა მხოლოდ იმის ცოდნა კი არაა, რას ვგრძნობთ, არამედ რას ვფიქრობთ, რადგან ჩვენ უნდა ვიყოთ დრეკადნი მისი გზების მიმართ. აი სამი გზა, რომლებიც დაგეხმარებათ ემოციების მოწესრიგებაში. პირველი. აღმოაჩინე, რა გეხმარება ემოციური წონასწორობის შენარჩუნებაში. ჩვენ ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ იმ ემოციებს, რომელთა მართვაც არ შეგვიძლია, ვიდრე იმათ, რისი მართვაც მარტივად ძალგვიცს. მეორე. გააცნობიერე საკუთარი ემოციები. განრისხდით, მაგრამ ნუ შესწოდავთ. მზე ნუ ჩავა თქვენს რისხვაზე. მესამე. შეცვალე შენი აზროვნება. მაშინ, როდესაც ღმერთს უმორჩილებ შენს ფიქრებსა და ემოციებს, უფრო მარტივი ხდება მის გზაზე სიარული.